სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და განაცხადს 29 დეკემბერს გაიგებს. საზოგადოება ყველა სცენარისთვის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები მზად არიან. ამას ამბობენ ჩვენთან ინტერვიუების დროს, აცხადებენ, რომ ჯერი ახლა სალომე ზურაბიშვილზეა, მან უნდა თქვას, რას აპირებს. ოპოზიცია მზად არის დაიცვან საქართველოს პრეზიდენტი და დაიცვან ათონელის საპრეზიდენტო სასახლე. მიაჩნიათ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მუშაობას გააგრძელებს ათონელის საპრეზიდენტო სასახლიდან, ეს იქნება ძალიან კარგი. ამიტომ პირდაპირ აცხადებენ, რომ სამშობლოს დაცვას არ აქვს ვადები. თუ საჭირო იქნება რამდენიმე კვირა იდგებიან სალომე ზურაბიშვილთან ერთად, თუ საჭირო იქნება რამდენიმე თვე. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ჩვენს ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი და ლეგიტიმაცია ვერ ექნება ეგრეთ წოდებული ინაუგურაციით დანიშნულ მიხეილ ყაველაშვილს. საერთოდ სამშობლოს დაცვას არ აქვს ვადა. თუ ამისთვის საჭიროა რამდენიმე დღე, უნდა ვიდგეთ რამდენიმე დღე. თუ რამდენიმე კვირა, რამდენიმე კვირა. თუ რამდენიმე თვე, რამდენიმე თვე. რამდენიმე წელი ვერ ვიდგებით, იმიტომ რომ საჭირო არ იქნება გარწმული. მზად ვარ იმისთვის, რომ ლეგიტიმური საქართველოს ხელისუფალის გვერდით ვიდგე, რომელიც დღეს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ფაქტია, რომ არის ერთადერთი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ხელისუფლებისა, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მე ვარ მზად, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობარი, ისევე როგორც ჩვენი კოალიცია და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი და სხვა პროდასავლური პარტიები და კოალიციები, მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ბოლო ფორპოსტი ლეგიტიმაციისა დავიცვა. ლეგიტიმური ინსტიტუცია საქართველოში არის პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. და ეს არ იცვლება არც 29-მდე და არც 29-ის მერე. და ეხლა თუ იმეს წარმოუდგენია, რომ პრეზიდენტის ლეგიტიმაცია შენობით განისაზღვრება, გასაგებია ჩვენ ფორმას ვანიჭებთ მნიშვნელობას და რაღაც გარკვეულწილად ამას აღნიშნულობა, მაგრამ ამ შექმნილ სიტუაციაში დარჩება თუ არა ქალბატონი სალომე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შენობაში, ეს მისი გადასაწყვეტია და მან გითხრა, რომ ამის შესახებ თვითონ გვეტყვის და იმ საბჭოს, რომელიც შეიქმნა და ჩვენ მზათა ვართ ორივე სცენარისთვის. პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით არც საჯაროდ გაჟღერებულა, არც დახურულ შეხვედრაზე, ამიტომ წინწრებად ნამდვილად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ჩემი მხრიდან სპეკულაციები ერთი სცენარით, მეორე სცენარით, მაშინ როდესაც ის გადაწყვეტილება თავად მან უნდა მიიღოს. ორბელიანების სასახლე არ ნიშნავს ლეგიტიმაციას, მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ახლა გეოგრაფიის მიხედვით არა ლეგიტიმური არის ქალბატონი სალომეს პოსტი იმიტომ, რომ აირჩია სრულიად საქართველოს და იცავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესს ამდენი ხანია და ვერ ჩაანაცვლებს არალეგიტიმური პრეზიდენტი. მას თუნდაც იმან დაიკავოს ორბელიანების სასახლე. ის რომ მიხეილ ყაველაშვილს ათონელის საპრეზიდენტო სასახლე ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, ამაზე ბუნებრივია ყველა თანხმდება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სასახლე იქნება ხალხთან ერთად დგომა. ამას ამბობს ეკაბესელია. სალომე ზურაბიშვილთან ერთად ის წლები აიბრძვის, მისი პოლიტიკური თანამებრძოლია, როგორც ბესელია აცხადებს, ის იქნება ყველგან, სადაც იქნება სალომე ზურაბიშვილი, მზად არის სალომე ზურაბიშვილის დასაცავად და აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ყოველგვარ პოლიტიკურ ფორმატებს გაცდა, პარტიულ ფორმატებს და ის არის სახალხო ლიდერი, ამიტომ ახლა ყველა ელოდება, რას იზამს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ ამის შესახებ ცნობილი 29-ში გახდება. ვართ თანამოაზრეები და სადაც არ უნდა იყოს ის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მე ვიქნები, რა თქმა უნდა, მის გვერდით ნებისმიერ ბრძოლაში, იმიტომ რომ ეს ძალიან საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ახლა საქართველოსთვის. მე უფრო მგონია, რომ პრეზიდენტი გასდა რაღაცა პარტიულ ფორმატს და ის არის დღეს სახალხო პრეზიდენტი, ამიტომ მთლიანად ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს. მგონია, რომ ახლა აქცენტების გაკეთება
შენობასთან დაკავშირებით, სასახლესთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ ნიშნავს ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაციის საკითხს, იმიტომ რომ ამავე ლოგიკით, წარმოვიდგინოთ, რომ აქ რომ შემოვიდეს მიხეილ ყაველაშვილი, უცებ ლეგიტიმური გახდება, არა. ამიტომ პრეზიდენტი დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ბოლო მომენტში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ყველას უსმენს, მაგრამ თავად იფიქრებს და იტყვის შემდეგ სად ჯობს რომ მან გააგრძელოს ეს პროცესი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით მაინც მისი ლეგიტიმურობა იმდენად მაღალია ხალხში სანდოობა, რომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მისი სასახლე იქნება ეხლა ხალხთან ერთად. რას იზამ სალომე ზურაბიშვილი ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი გუშინ შეთავაზეს არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა პრეზიდენტს რომ 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩეს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში და ისინი მზად არიან ფიზიკურადაც მათ შორის დაიცვან სალომე ზურაბიშვილი ეს სცენარი ყველაზე მეტად მიუღებელი იყო ბუნებრივია ქართული ოცნებისთვის ეს იყო მიზეზი რის გამოც გასულ კვირას საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და მან თქვა რომ და დაანონსა პრინციპში რომ შესაძლოა გისოსებს მიღმაც კი აღმოჩნდეს სალომე ზურაბიშვილი თუ ის მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური კონსულტაციები ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში დღესაც გაგრძელდება პოლიტიკური ლიდერები დღესაც შეხვდებიან სალომე ზურაბიშვილს და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი რომ იქნება საბჭო ამ საბჭოსთან დაკავშირებით 29-ში უნდა გააკეთოს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა და სწორედ ამ დღეს იხვის სალომე ზურაბიშვილი რას აპირებს რჩება ათონელის სასახლეში თუ დატოვებს ათონელის სასახლეს თუმცა ის არ დატოვებს ლეგიტიმაციას არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს როგორც პრეზიდენტმა დაანონსა ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და ხალხის და კონსტიტუციის ერთგულად